მოგესალმებით. დღეს ვაპირებთ თქვენთან ერთად პირველად კათმის ნაგეწების გაკეთებას. დაგვჭირდება ფქვილი 2 ცალი კვერცხი, ფქვილის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ქათამი გაქვთ, რამდენ ქათამს გამოიყენებთ. მე ცოტა მქონდა და ცოტა გამოვიყენებ. 2 კვერცხი, სუნელები თქვენი გემოვნებით, ნიორე აუცილებლად გამოიყენეთ, მარილი, პირპილი, პაპრიკა. ასევე წყალი დავუმატეთ. კარგად ერთმანეთს უნდა მოვურიოთ ეს მასა. არც სქელი, არც თხელი მასა არ უნდა იყოს, ზუსტად როგორც ვიდეოში ჩანს, უნდა იყოს ეგრე. ქათმების შიგნით უნდა ჩავალაგოთ და ეს მასა უნდა გავაჩეროთ მაცივარში 1-2 საათი, რომ გემოები ერთმანეთში კარგად უნდა ჩაჯდეს. უფრო გემრიელი გამოვა დამიჯერეთ, ესე არ უნდა იჩქაროთ. გავამზადეთ ფქვილი, კვერცხი, ჯერ კვერცხში უნდა მოავლოთ, მერე ფქვილში მე აქ დამოვიწყდა და უფრო ხრაში უნდა რომ გამოვიდეს, ჯერ კვერცხში, მერე კარგად ფქვილში. და ცხელზეცში უნდა შევწვათ ეს. და საბოლოო შედეგიც გამოიღურება ზუსტად ასე, გემრიელად მირთვით.